ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. Ladies and gentlemen, the President of Georgia, Supreme Commander-in-Chief of the Georgian Military Forces, Mr. Giorgi Margvelashvili. საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალო, ნატოს სწრაფი რეაგირების ასეულის პირადი შემადგენლობა საზეიმო ცერემონიალისთვის მოწყობილია. ასეულის პედაური კაპიტანი გამეტავა. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. ასეულო! დავიჯდა! ალბატონებო და ბატონებო, ნატოს ჰიმნი. Ladies and gentlemen, NATO anthem. ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. Ladies and gentlemen, national anthem of Georgia. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის
და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. Moment of silence in memory of soldiers who sacrificed their lives for country's territorial integrity and during international missions. სიტყვა ეძლევა ნატოს გენერალურ მდივანს ბატონ Jens Stoltenberg's. Ladies and gentlemen, address by the Secretary General of NATO, Mr. Jens Stoltenberg. President, Prime Minister, Batono Presidento, Batono Premiero, officers, soldiers, Batono Ministrebo, ჯარისკაცებო, ოფიცრებო, ჯარისკაცებო, მეგობრებო, დღევანდელი ღონისძიება ხას უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. გაერთიანებული ცნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. NATO უფრო ფართედ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა ასევე ამაღლდება ქვეყანაში და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი და უმნიშვნელოვანესი გახლავთ რომ ცენტრი გახლავთ იმის დემონსტრირება თუ რა ერთგულებით არიან აღჭურვილები საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები თანამშრომლები რომლებიც ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში. იმათი რა თქმა უნდა მოხსენიებით ვინც თავი დადო საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ ჯეროვანი პატივი გსურს მივაგოთ მათ. ზემოთხსენებული ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენი იქნება რათა მის საქართველოში იარაღებული ძალები უფრო თანამედროვე უფრო მაღალი ბრძოლის უნარიანობით იყოს აღჭურვილი, რათა 21 საუკუნეების გამოწვევებს დაუპირისპირდეს. თუმცა ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისათვის და გაუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველო NATO და სხვა პარტნიორი ქვეყნები უკვე საკმაოდ ფართე გამოცდილება დაუგროვდათ ავღანური მისიიდან გამომდინარე, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ. ცნის და სხვა ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება. საქართველო და ჩვენი და ნატოს პარტნიორები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ იმ მომზადებიდან, რომელსაც ცენტრი შესთავაზებს, სმენელებს. რა თქმა უნდა, ცენტრი არ გახლავთ მხოლოდ შენობა და მისი ოფისები, მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ წილი იქნა შეტანილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში. გასულ სექტემბერს ნატოს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას, რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთ კონკრეტული ნაბიჯი გახლავთ ამ დაპირების შესრულების საკითხში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ წინაშე გამოვდივარ დღეს და ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ აღნიშნული ცენტრი. გილოცავთ. სიტყვა
გაეძლება საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. Ladies and gentlemen, address by the President of Georgia, Mr. Giorgi Margvelashvili. მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება. მოგესალმებით რიგითებო, კაპრალებო, სერჟანტებო, ოფიცრებო და გენერალებო. მივესალმები გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ქალბატონ თავდაცვის მინისტრს, ბატონ პრემიერ-მინისტრს. მივესალმები ბატონ გენერალურ მდივანს და ნატოს მთელ დელეგაციას. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა გენერალურ მდივანს და თელს დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა მადლობა უთხრა საქართველოს მთავრობას ამ დღის ეფექტურად მიღწევისათვის. მინდა მადლობა უთხრა საქართველოს პარლამენტს. მადლობა მინდა უთხრა იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ ველსში ეს მნიშვნელოვანი პაკეტი ველსიდან წამოიღო. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო. თქვენ იმიტომ რომ თქვენი სისხლის, თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, ვინც დაეცნენ ბრძოლის ველზე. საუკუნე დიდება და ხსოვნა მათ სახელებს. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის მომავალი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნისა, ვინც ჩვენს ოჯახებში იზრდება. დღეს ჩვენ ამაყად დგავართ აქ საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენ თავდაცვის უნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით. ვაძლიერებთ ჩვენი თავისუფალი დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობას. რადგანაც ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს, ჩვენი მიწა-წყალზე და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს გლობალური მასშტაბით. ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, დახვეწს თქვენი პარტნიორების და თქვენი მეგობრების უნარებს. უნარებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთისთვის, რომ დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივათაც ჩვენ ვართ გაერთიანებული. დიდი სიამაყე დგევართ დღეს აქ, იმიტომ რომ ამაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება კონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს. კიდევ ერთხელ მადლობა გიხდით ამისთვის. კიდევ ერთხელ ვუსურვებ დიდ წარმატებას ამ ერთობლივ ცენტრს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.